დავიწყოთ უახლესი ინფორმაციით ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას უფლებადამცველი კითხულობს დასკვნით სიტყვას. დღეს ომარ ფურცელაძემ 7 კითხვა დაუსვა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. თუ დღეს ამ კითხვებს გალუსტაშვილი სხდომათა დარბაზში პასუხს არ გასცემს, მოუწევს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ჩაწეროს მის დასაბუთებაში, რადგან ადვოკატი დაინტერესდა როგორ აპირებენ ციხეში გაუშვათ ბრალდებულები მაშინ, როდესაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს. არ არსებობს მტკიცებულება და არ არის გამოკვეთილი ორგანიზატორი, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც კონკრეტულად მითითებებს აძლევდა გური მირცხულავას ან თუნდაც ჯანო არჩაიას. აინტერესებს ასევე ადვოკატს რა საგანს ისროდნენ ბრალდებულები მაშინ, როდესაც ამ საგნებთან დაკავშირებით არანაირი ექსპერტიზა არ ჩაუტარებია საგამოძიებო უწყებას. კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხების გაცემა დღეს ომარ ფურცელაძემ მოითხოვა საჯულ ნინო გალუსტაშვილისგან. მოდი ჩავთვალოთ, თქვენ მიიღეთ გამამტყუნებელი განაჩენი, პოულობთ შესაბამის დროს, თქვენ სავარძელში დაბრძანდებით, ხელში კალამს იმარჯვებთ, ან ლეპტოპს შლით, როგორც გენებოთ და რა უნდა დაწეროთ გადაწყვეტილებაში. პირველი, ვინ აორგანიზებდა ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას? მეორე, როგორ აორგანიზებდა, რა საშუალებით? მესამე, რა არის გურის, ჯანოს და ბიჭების ერთმანეთთან თუნდაც ნაცნობობის მადასტურებელი მტკიცებულება? მეოთხე, რა არის ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც არც პოლიციელის ჩვენებაა და არც პოლიციელის მიერ შექმნილი? მეხუთე, მაინც რა იყო ის მძიმე საგანი, რაც გურიმ და ჯანომ ვინმეს ესროლეს? მეექვსე, რა უნდა ვუყოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომ გურამ მირცხულავას პოლიციელებისკენ არასოდეს არაფერი უსვრია? მეშვიდე, რა უნდა ვუყოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომ ჯანო არჩაიასგან არავის არაფერი მოხვედრია? კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, საინტერესოა, რომ ტექნიკური შემოწმებების შედეგად ვადგენთ, რომ გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიასთვის წარდგენილი ბრალდების დადგენილების ტექსტის 99.6% იდენტურია და განსხვავება მხოლოდ 0.4%-ია, რაც არსებითად სახელებს და გვარებს წარმოადგენს. საქალაქო სასამართლომ უკვე მოусმინა ვალერი თეთრაშვილის და ონისე ცხადაძის ადვოკატებს. უფლებადამცველებმა დღეს სხდომათა დარბაზშიც გამოხატეს სუხილი იმის გამო, რომ უფლებადამცველებს უწევთ ერთნაირი არგუმენტებით ისაუბრონ, თუმცა მათ განმარტეს ჟურნალისტებთან, რომ ეს საქმე იმდენად იდენტურია ყველა ბრალდებულის მიმართ, რომ წარმოუდგენელია სხვა არგუმენტებზე ისაუბრონ, რადგან ვერც ერთმა მოუწმემ ვერც ერთი ბრალდებულის ბრალეულობა ვერ დაადასტურა. ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებულებთან დაკავშირებით აქვს წარმოდგენილი საგამოძიებო უწყება, სწორედ საქალაქო სასამართლოში აჩვენებს კონკრეტულ ფაქტს, თუმცა შედეგს არ აჩვენებს. შესაბამისად, ადვოკატები ამბობენ, რომ ძალიან ბუნდოვანია ის ჩანაწერები, რომელიც ამ საქმეში დგას და არსებობს და დარწმუნებულები არიან, რომ ობიექტური სასამართლოს პირობებში აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი გამოვიდოდა და წინააღმდეგ შემთხვევაში მინიმუმ მუხლი უნდა შეცვლილიყო, რადგან ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას არც ერთი ბრალდებულის საქმეში ადგილი არ აქვს. ამასთან ერთად ვიდეო ჩანაწერებშიც კი, რომელიც წარდგენილი აქვს სახელმწიფო ბრალდებას ამ სისხლის სამართლის საქმეზე, კონკრეტული ძალადობა არსად არ ჩანს. შესაბამისად, ადვოკატები ამბობენ, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნება მოსამართლისთვის მხარი, რომ ციხეში გაუშვას დაკავებულები. არც ერთ მათგანზე არ დასტურდება, რომ მათ მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ზიანი მიიღო ან კონკრეტულმა ფიზიკურმა პირმა, ან პოლიციის თანამშრომელმა, ან დაზიანდა კონკრეტულად სახელმწიფოს, თქვათ, ქონება. ვიდეო მასალა არის აბსოლუტურად ვალერი თეთრაშვილის გამმართლებელი განაჩენის საფუძველი, ვინაიდან არც ერთ ეტაპზე არ ჩანს, რომ მან რაიმე ქმედება ჩაიდინა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის მხოლოდ და მხოლოდ ეჭვებზე და ვარაუდებზე დაყრდნობით და მე მინდა თქვა, რომ სასამართლოს წინაშე დარჩენილი თვითეული ეჭი, როგორც წვეთები უსასრულოა ოკეანეში, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლო და თუ ეს ოკეანეა სავსეა ეჭვებით, განაჩენი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს გამამართლებელი. ასევე სამართლიანობა ვერ აშენდება ვარაუდებზე, ის მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებაზე დგას და ბუნებრივია ეს ჭეშმარიტება არის ერთი, რომ ვალერი თეთრაშვილი არის უდანაშაული. არ არის წარმოდგენილი ბრალდები
ბრალდების ხარისმიერ კონტაქტის, კავშირის, ხელმძღვანელობის, ორგანიზების ნაწილში დასაბუთებულად წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სახეზე არის ზოგადად ამბიჭებს შორის რაიმე კავშირი, კონტაქტი, მიმოწერა, ანძები ამოღებული არ არის. სამართლოს არ აქვს არანაირი საშუალება, რომ პირების მოქმედება დააკვალიფიციროს სისხლის სამართლის რომელიმე დანაშაულად. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ უკანასკნელი მათგანი არ დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას და არ იქნება თავისუფლება. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე ტიპის დოქტრინა ან სამართლებრივი არგუმენტი დარჩა მოსამართლეს გარდა იმ ფორმალური გადმოწერისა, სხვა გადაწყვეტილებებიდან, შაბლონებიდან, რაღაცა ფორმალური არგუმენტებისა არ დარჩენილა არც ერთ რეალური მიზეზი, რის გამოც მან გამომწყობლებული განაჩინა და გამოიტანოს. სამწუხაროდ მე რაიმე ტიპის რაციონალური მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო ამ საქმეში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება, არ გამაჩნია. მაინც სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ეს იქნება ალბათ პოლიტიკური ხელისუფლების გადასაწყვეტის საკითხი. სინდისის 11 პატიმრის საქმის განხილვა გრძელდება საქალაქო სასამართლოში. კიდევ ორმა ადვოკატმა უნდა მიმართოს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით. ამის შემდეგ მოსამართლე ნინო გაუსტაშვილმა წესით ბრალდებულების საბოლოო სიტყვები უნდა მოისმინოს, რადგან რეზო კიკნაძეს მისცა შესაძლებლობა, რომ დღევანდელ სხდომას დაასწრებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ დღესვე დაიწყებს მოსამართლე ბრალდებულების საბოლოო სიტყვების მოსმენას. ჯერჯერობით უცნობია მოვისმენთ თუ არა დღეს რა აქვთ სათქმელი რეჟიმის ტყვეებს ხალხისთვის და სასამართლოსთვის.